მე რომ ძალიან კარგი ვარ ამის მტკიცებაში მუდამ ვიყავ. ეს არის შენი ინტერვიუდან ამონარიდი. დამხლელი არ არის ავთო რომ სულ იმის მტკიცებაში. ანუ ეხლა აღარ ვიღლები. ადრე მცდელობები მქონდა ძალიან ბევრი, იმიტომ რომ ჩემი მშობლები ჩემი ძმის გამო არ იყვნენ ჩემს გვერდით. ჩემი ძმის გამო არ კურნალობდნენ და საჭირო იყო ორივე მშობელი და არ იყვნენ საქართველოში. ჯანმრთელობის პრობლემა ხონდა და მე მზრდი და ბებია. შემდეგ უკვე აი სულ როცა ჩემს გვერდით იყვნენ, ხვდებოდი რომ ბოლომდე ჩემს გვერდით არ იყვნენ. იმიტომ რომ კახას უფრო მეტი ყურადღება ჭირდებოდა. წლები გრძელდებოდა მისი ყურადღება. პატარები ვიყავით მეც და კახაც. კახა ჩემზე წლინახევრით პატარა, ანუ სხვა უპარახან არ არის, როგორც სტოლები ისე ვიზრდებოდით და მე კიდე ამდენი შეგნება ნამდვილად არ მქონდა რომ ეს გამეანალიზებია, მაგრამ სადღაც გარდატეხის პერიოდში მე მოვახერხე თუ დედამ მოახერხა ესე, აი ძალიან შევიკარით და იმის მერე სულ ერთმანეთის გვერდით ვართ. იყო რამე საუბარი და ამის შემდეგ არა, ძალიან რთულია კიდე დაბრუნდე წარსულში, იმიტომ რომ იქ მთლიანად მოცემულობა იყო ჩემთვის პატარა. ანუ არ მყოფნი და ვიცოდი რომ მეტი მინდოდა ცხოვრებისგან და დედა არასდროს არ მიპროტესტებდა. მე შემეძლო ჩემი გრაფიკით გარეთ გავსულიყავი, შემოვსულიყავი და რა დროც არ უნდა დამჭირებოდა, მჭდარიყავი ფანჯრის რაფაზე. იქ მე მეცადინა, მეჭამა, ჩამერთო ეს ძველი მაგნიტოფონი, კასეტები მეხვია, ინტერვიუები მეწერა, მეფიქრა. ნუ საკმაოდ დიდ დროს ვატარებდი. თუმცა მშობლების დეფიციტი საწყენია ხოლმე. ბავშვი ვერ იგებ, მაშინ დედამ ამინაცხოვრა თავიდან ბოლომდე. მამამ ბოლომდე ვერ მოახერხა. განსაკუთრებით აი იმ პერიოდში, როცა ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ხალხის აღიარება სინამდვილეში, გულისიღრმეში ვფიქრობდი, რომ მაღიარებს თუ არა მამა, რომ მე შევდექი და ვარ ესეთი საამაყო. მამამ გაღიარა? კი. ბოლო საუბარი გახსოვს მასთან? კი, მიუხედავად იმისა, რომ ექიმებთან დამყავდა, სულ იუმორით სავსე იყო, აი სულ. და ძალიან ბევრს მეხუმრებოდა. ანუ არ მაძლევდა იმის საშუალებას, რომ დავთრგუნულიყავი. შენ იცოდი რომ მას ბევრი აღარ ქონდა დარჩენილი? არა, ხო, ყოველდღე ველოდებოდი საათობრივად ექიმის ზარს, რომ ან ეხა თუ ეხა. დედასთან ინტენსიური კონტაქტი გაქვს? კი, გიჟდები ვაფრენდე ჩემს. გამორჩეულად ძალიან უყვარვარ და ვეამაყები და მეც ძალიან. არ წინდა ის მომენტი, რომ მამა განსაკუთრებით ძმაზე ამყარებდა იმედებს და ამას გეუბნეოდა. არ იყო საწყენი? ხო, მაგრამ ამან სტიმული მომცა. მე ყოველთვის მეტყობოდა, რომ არ ვიყავი ჩვეულებრივი ბავშვი. მინდოდა ეს თუ არ მინდოდა, ყოველთვის ყურადღების ქვეშ ვექცეოდი, ვიზიტავდი სულ ადამიანებს და ყველა ამბობდა, სკოლაში ვიყავი, თუ მეგობრებში, რომ მე ვარ რადიკალურად განსხვავებული და განსაკუთრებული და ამოვარდნილი.